28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების კვირიკესა და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანები მართლმადიდებლობისთვის აწამეს. ამ დროს წმინდა კვირიკე მხოლოდ 3 წლის იყო. მისი ხელისმტევანი ზუგდიდის დადიანების სასახლე და სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშია დაცული. წმინდანებს ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფ განკურნებისთვის ევედრებიან. დღეს 28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე კვირიკობა და ივლიტობას და საქართველოს ესე ვთქვათ განსაკუთრებულად ზეიმობს დღევანდელ დღეს. ჩვენ გვაქვს მისი ამ წმინდანების სახელობის უძველესი ტაძრები სოფელ ჭერემშიც და სვანეთშიც და სხვადასხვა რაიონებში ჩვენს ქვეყნისა და ეს რაზე მეტყველებს, რომ საოცარია ქართველი ერის დამოკიდებულობა ღვთის სარწმუნოებისადმი, მისდამი დაცვისადმი, ზედმიწევი დაცვისადმი, იმიტომ რომ შეიყვარა დიდმოწამეები, როგორც ამ შემთხვევაში წმინდა კვირიკე და ივლიტა არის. ივლიტა, რომელმაც აღზარდა თავის შვილის სარწმუნოებით და ქრისტეს შეაყვარა, ეს არის მაგალითი, რომ აი სიცოცხლის ფასადაც კი, რომ შეიყვარა ბავშვმაც და დედამაც და ბავშვმაც, ესე ვთქვათ, ღმერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება და იმ დიდი დევნობის დროს, მე-3 საუკუნეში დიოკლეტიანეს დროს არ შეუშინდნენ და ერთად, ესე ვთქვათ, აღესრულნენ და სარწმუნოებისათვის თავი დადეს ამ ყველაფერში. ივლიტა ეს არის მაგალითი, კლასიკური მაგალითი დედისა, თუ როგორ უნდა ზრდიდეს დღეს საქართველოში და ზრდიდნენ ოდითგანვე საქართველოში და დღეს როგორ უნდა ზრდიდეს დედა საქართველოში შვილს, რომ უპირველეს ყოვლისა ყველაფერი გააკეთოს დედამ, მშობელმა და მშობლებმა ერთად, რომ შვილის სწორ გზაზე, ქრისტეს მიერ ჭეშმარიტ გზაზე იაროს და თუნდაც გაგვჭირდეს ჩვენი შრომის და სიცოცხლის ფასადაც უნდა დავიცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და შეგვეწიოს ჩვენ მშობლებს, დედებს, მამებს, ყველა შეგვეწიოს დღევანდელი დღის წმინდანების მადლი და ღმერთმა ინებოს, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მტკიცეთ და ურყევათ, მდგარიყავით და ჩვენი საქმე ამტკიცებდეს ამ ყველა.